ამ ქალაქში ცხოვრობდა ერთი ბიჭი, ოთარ გურგენიშვილი, რომელმაც თავი გაწირა ერთი გოგოს გამო, რომელსაც არ იცნობდა. იგი გადასასვლელზე გადადიოდა, ეს ცნობილი ამბავია, ხო? ოთარი მას ხელი კრა და ამ მანქანამ ოთარის სიცოცხლე იმსხვერპლა. იქნებ ორიოდე სიტყვით თქვა რამე. მე შენდობას ვითხოვ, მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, გარდა ამისა, რომ მეც როგორც სხვა ყველა საქართველოში ამ ფაქტით აღფრთოვანდით და თქვით, რომ საქართველოში თუ ესეთი ადამიანები არსებობენ, ესე იგი ჯერ კიდევ არ გადავშენდებით. სანამ ესეთი რამე არსებობს საქართველოში და საერთოდ უფალი ამბობს, რომ იმას დიდი სიყვარული არავის აქვს, ვინც თავითვისი დადოს მოყვასისათვის და ესეთი ადამიანი, ესეთ როგორ არის, აი, როცა ადამიანი ქვეცნობიერ ნაბიჯს დგავს, ანუ კი არ ფიქრობს, არამედ უცებს სპონტანურად, რაღაც გამაღიზიანებელზე, რაღაცა სპონტანურ მოძრაობას აკეთებს, ეს არის მისი არსი. აი დამენია რო იყო, ხო, ყუბალაშო გადაეფარა, თქვა და ესეთი მაგალითები არსებობს. ეს არის არსი, ანუ ამ ადამიანის არსი იყო სიყვარული. იმიტომ რომ მას კი ყوار უფიქრია, ეს იყო ესე იგი რაღაცა ხდება და უცებ მიდის იმაზე, რომ ეს გადარჩეს, სხვა არაფერი არ ახსოვს. სიყვარულია და უმეტო უფალი ამბობს, ეს არის საოცარი რამ და მე იმედი მაქვს, რომ ესეთი ადამიანი სასופველში. როდის იქნება ქართული არმია ძლიერი? აი როცა ესეთი ადამიანები, წეღარով საუბრობდით, ოთარისნაირი ადამიანები იქნებიან საქართველოში მოძიებულნი და არ იქნებიან დაკარგულები. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჩვენი ეროვნული დაავადება შეიძლება ასე ითქვას. ეს მე არავის თავს არ ვახვევ ამას, ჩემი აზრია. ეს არის რა? ის რომ ჩვენში არ ეძებენ ნიჭიერ ადამიანებს არც ერთ სფეროში, არც ერთ სოციალურ ფენაში და თუ ნახავენ ესეც უკეთეს შემთხვევაში ყურადღებას არ აქცევენ, ხოლო უარეს შემთხვევაში მას ესე იგი იცილებენ. რომელ ძლიერ არმიაზეა საუბარი? რომელ ძლიერ მეცნიერებაზე? რომელ ძლიერ ადამიანური თვალსაზრისით ეკლესიაზე? არაფერი არ იქნება, სანამ არ მოგვარდება ეს პრობლემა. ნიჭიერი ადამიანების მოძიება და ესე იგი მათი იმ სფეროში ჩაყენება სამსახურში, რა ნიჭიც მათ გააჩნია. და მე არმია ძლიერი გვეყოლება და ყველაფერი